დღე მშვიდობის გოგოებო, დღეს დილით ვერ მოვედი, იმიტომ რომ ერთ საქმეზე ვიყავი წასული. ვაკანსია ვნახე და ანუ მე პარალელურად ვეძებ სამსახურს, ხო გითხარით თქვენ და მივდივარ ხოლმე გასაუბრებებზე, ოღონდ 2 დღის წინაც ვიყავი და დღესაც ვიყავი, მაგრამ ნახოთ, ჯერ არ ვიცი, ზუსტად არა მაქვს გადაწყვეტილი, ხო ვთქვი, რომ თუ არ მომეწონა, თუ ისეთი სამსახური ვერ ვნახე, რომ აი ჩემზე იყოს, ჩემთვის იყოს, მე როგორიც არ გავალისე. და ვნახოთ. მენეჯერს გავისაუბრე, და ვიცი, კაი გოგოა ძალიან და შევხედოთ, რა იქნება. მაგარად ჩამოჩავალა. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჟაკეტი ვერ გავიხადე, ერთ მეუბნებოდ. გავიხადე, იმიტომ რომ ცივა და სახი ცივა ყოველ შემთხვევაში. ასიკეთეები და კარგი ამბები ჩემთან მოდის, იმდენი სიხარული ჩვენ გოგოებო. ძალიან გახარებული ვარ. წევა მარიამმა ჩამირიცხა 100 ლარი და თან ეწერა, რომ ეს მცირედი თანხაო ჩემგანო და რას ამბობ, უღრმესი მადლობა მარიამ, ეს მცირედი არ არის, ნამდვილად. ეს გულით გაკეთებული სიკეთე მცირედიც რო იყოს, ისიც დიდია და 100 ლარი დღეს არ არის ეს მცირედი თანხა. ძალიან დიდი მადლობა და გუშინ თიამ უკვე მე რამდენად ჩამირიცხა 50 ლარი და უღრმესი მადლობა თქვენ გოგოებო, ღმერთმა 1000-ად უკან დაგიბრუნოთ და გაგიმრავლოთ ეს სიკეთე და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ მე ამაში, რომ ასე იქნება. და თიამ კიდე ძალიან კარგი ამბავი მითხრა, მთელი საღამო ისეთი გახარებული ვიყავი. თიას მე ვიცნობ, ეხლა არ გავიცანი, ხო გითხარით იმ დღესაც გოგოებო. ქირით რო გადმოვედი თბილისში, იქიდან ვიცნობ. ჩვენი მხრიდან არის, ჩემი მხრიდან არის. და ძალიან მიყვარს, ძალიან საყვარელი გოგოა და მარიამ, პირადში თუ მომწერ გამეხარდება და გავიცნოთ ერთმანეთი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, ეს ნამდვილად მცირედი არ არის ჩემთვის და გაჭირვების დროს, როცა ადამიანი გვერდში გიდგას, ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. უბრალოდ იმედი და ეს იმედი ღმერთმა არ მომიშალოს, ძალიან დიდი იმედი მაქვს მე თქვენი გოგოებო, ჩემი გოგოების იმედი, არ ვიცი, ძალიან დიდი, ყველანაირად სიტყვიერი გამხნევებაც, ისეთი კომენტარები მომდის, რომ ზოგჯერ აი არ ვიცი, სულ რო ცუდად იყოს ადამიანი, რო წაიკითხავს ამ დადებით სიტყვებს და სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და არ ვიცი, შეიძლება თები გადაგადგმეინოს ამ რამდენიმე სიტყვამ და ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი და იმედი ხართ ჩემო სიხარულებო. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ თიას და მარიამს. ძალიან დიდი მადლობა. ესენი ახლა რაც ჩაეტია ჩავალაგე და არა კი დავიედით უცბად. მე დაგიამ დავიეთ, მაგრამ კიდე მოვადუყეთ ახლა. ოჯერთა უკვე მეყავა. სამჯერ ბევრია ხოლმე უკვე. რედმეტი მოდის ხოლმე, როცა სამჯერ ხო გოგოებო, მაგრამ აი წინა 10 დღე ალბათ 2 კვირა ძალიან მიდოდა ყავა, არ ვიცი. და
სამჯერად დავდიწყობდი. სხვათა შორის მაინც კარგად მეძინა. ისე არ მოხდა. აიცი გამახარეს ჩემო გოგოებმა და აიცი გული მადლიერებით მაქვს სავსე. ეთე მაბედნიერიც მახარებს ჩემიც და სხვისიც მე ესე ვარ და მახარებს სხვისი სიკეთეც მახარებს იმ დღეს ესეთი რაღაცნაირი ვაძლიანი და ვოგმიანი კომენტარი მომივიდა, რომ ვითომ თანაირი შინაარსით იყო ის გოგოებო. აი შევანაირად ხარ მაგ და გეგონა რომ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი და სპორტისი არ არის აღებული. და ამ ადამიანს გონია ალბათ რომ მე რაღაცისი ვეჯიბრები ვიღაცას. პირიქით მე მიხარია სპორტი კარგად თუ არიან და. რა პრობლემაა ეგ? იყვნენ კარგად. მე და ყველა კარგად. ყველა აბსოლუტურად. ყველას გქონდეს ყველაფერი. რაც. მე ეს მახარებს, მე ეს არ Dann wollte ich eine Chance haben. Ich habe ja gut getan, ich habe mir die Kamera. Ich habe mir so, die wird wieder. Die wird wieder, oh, mäßig ich mache. მოდის მე ჩემთან აქ ეს ეკედა სიყვარული დაანტი არა ჩემი და გავაკეთოთ ისინი. და სხვადასხვა ხიდის თავშიც ისეთი პატარა იყო რა ვიცი. გაფეთებული მაქვს. ქვისა იყო იქ. მაგრამ ამხელა. ხარისხიანი კი იყო, მაგრამ პატარა იყო. არა, ახლა გავაკეთებ მესამე და სამართალი. ახლა ვიჩვიდები. ერთიანები როა ეგეც მოგწონს, დიდები, ერთიანი. პატარა სამთებში ეტევა რა, როიდანჯე. სიკეთე უნდა ითქვას აუცილებლად სიკეთეს არ უნდა ჩრდილი და დამარვა პირიქით უნდა ვეცადოთ ჩვენ რომ ცუდზე
სუდი დავხაროთ და დავხაროთ. სიკეთილი სული ვილაპარაკოთ. ეხლა საქართველოს მასშტაბით ხეთიასაც ვისაუბრებოდი, რომ სულ სიკეთეზე ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ბევრ სუხარია. იცი რამდენი სუხარია, გოგოებო? გიხარია სუხარია კი არა. გიხარია სიკეთის მოსმენა და სიკეთეზე საუბარი. მაგრამ ზოგს ეს სიკეთი წვავს. თავიანთი სიმციისგან. ხო, ეს ჩვენი ბრალი არა. მაგათ გამო ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ამ ყველაფერზე საქმეს. ვიღაცას შეიძლება ეს ყველაფერი აქ სიამოვნებდეს ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ გოგოები. შუაში არ ვართ ერთად. მოვჩი მე მგონი. არ ვიცი გოგოებო, სამსახურთან დაკავშირებით. ვიტყვით ყველაფერს აუცილებლად როგორ იქნება და რა იქნება. თუ მაგალითად არ გამოვიდა, კაცი რა არის პრობლემა. იმიტომ რომ შინაგანში მაინც ვეზებ ხოლმე რა. და რაღაცა მაინც გამოჩნდება საჩემო. შეიძლება გავიდე კიდევაც ვნახო, შევხედო როგორ მომეწონება, თუ არ მომეწონება, ჩემი იქნება თუ არა, შევეგუები თუ არა და ეს გადავწყვიტო. შეტყვა თქმა უნდა, ეს ისერი გაუყავდა სნაიდად და იმიტომ დამიჭახეს. შემაგდრო. ხოლო დაველოდოთ მაგ დროს და მიქცენი და ყავა. ესეთი ამბავი მაქვს. აი ეს შეფუთმართოება. თოჩი. სალიდან გამოდის კარგი ამიზები გოგოებო. გულწრფელება, მაგრამ მე მგონი მე რა დროში კიდევ ნაიწვიმოს.
პატარა ბარკლებია, ისეთი კარგია ისე შესაძლებლად. აი ესე. დიდები არ არის ხოლმე კარგად მაინც. უი! ამოვიდა მაინც. მოასწრო. ამოვიდა, მაგრამ მაინც ქაფიანია, ნახეთ. გოგოებო, ცხოვრებაში ხო არის ხოლმე ესეთი პერიოდები რთული, ძალიან რთული. ხო და ასე მგონია, რომ და მაგის მერე ხოლმე მზე გამოვანათებს ხოლმე. ესე მგონია, რომ ჩემ ცხოვრებაში ეგ პერიოდი დადგა ეხლა, რომ სირთულეებმა რაღაცნაირად ჩაიარა და გადაიარა და უნდა გამოვანათოს მზე. შინაგანი წინათ გრძნობა მაქვს ესეთი, რომ ესე იქნება. აუცილებლად. შარშან სანამ სოფელში წავიდოდი. მანამდეც ყველაფერი მიდიოდა რაღაცნაირად კარგად და აი თითქოს მაშინ დაიწყო ჩემი უკანსვლასაც ვერ დავარქმევ ამას, ძალიან დიდი საქმეები გავაკეთე მე. ძალიან დიდი და საჭირო საქმეები გავაკეთე გოგოებო მე. და ეს რაღაც კუთხით შეიძლება იყო უკან დაწევა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ წინ წასვლა უფრო იყო მთლიანობაში, აი ერთიან სურათს რო შევხედოთ. და თითქოს მაგ პრობლემებმაც გადაიარა, რაღაცეები რა თქმა უნდა არის ახლა როგორ არა, იმიტომ რომ სულ ისე ვერ იქნება პრობლემის გარეშე ადამიანს. ყოველთვის აქვს რაღაცა, რაზეც შეიძლება გულის ტკიოდეს და ელოდებოდეს, რომ ესეც მოგვარდეს დავუშვათ, მაგრამ მთლიანობაში უნდა დასრულდეს ეს რაღაცა ეტაპი ჩემ ცხოვრებაში. აუცილებლად ესეთი შეგრძნება მაქვს. და ძალიან კარგია ეს. და უნდა გამოვანათოს მზე, იმიტომ რომ შინაგანად ვგრძნობ მე ამას. ჩემ გოგოების სახით ანათებს ჯერ. თითქოს შემოანათეს ჩემ ცხოვრებაში რაღაცნაირად. და ამას მოყვება ყველაფერი კარგი. ზოგჯერ ესე ხდება ხოლმე, ჩამიქრა, არა, მიდი შევქიანთე დედი. ხდება ხოლმე ესე, რომ ვიღაცის ბიძგი გჭირდება. და მე ყველაფერი კარგად მიდის. და თუ სამსახურიც მომეწონა მე და გავედი და ჩემი გამოდგა, მე ხო საერთოდ. მე და კი ერთმანეთს შევუწყობთ ხელს და ძალიან კარგად იქნება ყველაფერი. იდეალურად ეს ყავა არის მწარე. ეს შოკოლადი კიდე არ მინდა. ბანანი მაქვს მგონი. მოვედი. ეს მიჩემნია ტკბილი. გინდა ბანანი დედი? არა.
შენც გადიხარ ამ პერიოდს, ესეთ პერიოდს რთულს, მოამზადე შენი თავი. უთხარი, ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, რომ გამოვანათოს. გამოვიღვიძო, გამოვხიზლდე და მოვიდე სინათლე. ჩემთან მოვიდა, მოვა აუცილებლად გოგორებო და გული არ გაიცოცოთ. არავითარ შემთხვევაში. ჯერ შინაგანად უნდა მოვიდეს და აი აქ განათდეს გულში. და მერე შენ გარშემოც აი ყველანაირად ფიზიკურადაც ყველაფერი კარგად წავა. და განათდება. ანუ სულიერადაც და ფიზიკურადაც ყველანაირად. მათი დარბის წინ და წავედი ახლა. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩემ გოგოებს. თია, მარია, ღმერთმა 1000-ად უკან დაგიბრუნოთ ეს სიკეთე. ამ ყველაფერს რა დამავიწყებს. ცოტა ხანში დადიკლდი. არასოდესად დამავიწყდება ეს. რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში. თან კიდე კარგი რომ ვიღებ. და ვიდეოზეც არის ეს. მაგრამ შიგნითაც არ დამავიწყდება, იმიტომ რომ არაფერი არ დამოვიწყნია. ყველაფერი კარგად მახსოვს. ყველაფერი. ძალიან ბევრი გეგმები მაქვს. ძალიან ბევრი. მიყვარხართ და კოცნით და დვებით, გიმშვიდობებით.